მოდი ეს გავხსნათ და ეხლა თავიდან ავხსნათ ის ცოტა რა ქვია. დიაკრიტიკული ნიშნები და მე გადავიდეთ დანარჩენზე. გასაყვალოა. კარგად გამოიყურე. გასაყვალოა. ეს ისეთი ახლა ასაკი შესაძლებელი. ახლა რეგულარი ლაითი არის ხო ინგრევა. აჰა. კაი, ესე იგი რაც შეეხება ამ დიაკრიტიკულ ნიშნებს, ეს არის რეალურად აქცენტები, რომელიც არის სხვადასხვა ენისთვის და დიალექტებისთვის პრინციპში, ანუ იმაში რა ქვია, ევროპულ ენებში ძალიან ბევრი არის, ანუ თითქმის ყველა ევროპულ ენაში არ აქვს მნიშვნელობა არის ლათინური დამწერლობა თუ კირილიცა თუ სხვა, გამოიყენება ისინი რა ქვია. ეს არის დამტენი. ისინი კი, გამოიყენება ესენი დიაკრიტიკული ნიშნები, ანუ აქცენტები, ვთქვათ, აი, მაგალითად 100 წარმოთქმის რახან სხვადასხვანაირი ინტონაციები არსებობს სხვადასხვა ენაში, ამიტომ გახდა საჭირო, რომ ეს განესხვავებინათ და შესაბამისად სხვადასხვანაირი აქცენტები იყოს საჭირო და ამიტომ არსებობს ესე განსხვავებული ნიშნები. იმის გამო რომ რა ქვია თავიდანვე როდესაც იქნებოდა ერთიანი სისტემა უნიკოდის სადაც ყველა ასოსთვის იქნებოდა წარმოდგენილი რაღაცა ადრე როგორც თქვით სულ თავიდან რომ ყველა ასოსთვის უნდა ყოფილიყო რაღაც პერსონალური კოდი რომელიც მე ასონიშნებს ყველა კომპიუტერში ერთმანეთად გამოსახავდა მაშინ სხვადასხვა ენის სპეციფიკიდან გამომდინარე ეს ისინი დიაკრიტიკული ნიშნებიანი ასოებიც ასევე შეიტანეს უნიკოდში და ყველას აქვს თავისი პერსონალური ადგილი. მაგრამ იმ ენებისთვის რომელიც აღმოჩნდებოდა მერე რომ უი თურმე უნდა ამასაც რაღაცა ნიშანი რომელიც უნიკოდში არ არის და ასე შემდეგ ეს იმდენად ხშირად იყო ხოლმე რომ რაღაცა ახალი აღმოჩნდებოდა რომ უნიკოდმა გადაწყვიტა მოიფიქრებინა სხვა გზა და ყოველ წელს არ დაემატებინა რაღაცა რამდენიმე ისა რა ქვია დიაკრიტიკული ნიშანი და ამისთვის მოიფიქრეს რომ ცალკე გაეკეთებინათ ერთი ბლოკი სადაც არა ამ ასოებს დიაკრიტიკებით ჩასვავდნენ, არამედ ჩასვავდნენ ამ დიაკრიტიკულ ნიშნებს და ისეთ ფუნქციას მიანიჭებდნენ, რომ სხვადასხვა ასონიშნებთან კომბინირებადი ყოფილიყო. იმიტომ რომ რეალურად არის რაღაცა ისინი რა ქვია ნიშნები, რომელიც მეორდება სხვადასხვა ენაში. ამიტომ ყველა ადგილიც რო არ დაეხარჯათ და ასე შემდეგ გააკეთეს ესე კომბინირებული ნიშნების ბლოკი. და დღეს ჩვენ აი ჩამონათვალშიც კი გლიფში არის სიმბოლოებში არის სად უნდა იყოს აბსოლუტურად სიმბოლოებში არა მარკში იქნება მარკში არის ეს არის ძირითადი და ეს არის კომბინირებადი ანუ აი აქ კომბინირებადში რაც არის ეს არის ის ნიშნები რომელიც შეგვიძლია ნებისმიერ ასონიშანთან კომბინაციაში ვიხმაროთ. და ეს რაც არის აქ ეს არის იმ პრაქტიკულად იმ ასონიშნებისთვის რომელსაც უკვე აქვს უნიკოდი. ანუ ესე იგი უფრო მარტივად რო ავხსნათ თუ ჩვენ ვნახავთ უნიკოდიან ასონიშანს დიაკრიტიკული ნიშნით, მაგალითად ეს ამ შემთხვევაში ახლა მოდი ისეთ ფაილს გავხსნი რომ ეგ ანუ გლიფსის ფაილი მინდა მე პრინციპში და არა ხო და მივალ მან დამდე მოიცადე აი არტია ფაქტია.
Rationale composiție, da. ხო, მოგეთ, ძირითადი განსხვავება ამასა და ამაში არის ის, რომ აქედან გათიშული აქ ექსპორტის. არის ის, რომ მაგალითად წერისას ჩვენ შეგვიძლია კომბინირებადი დიაკრიტიკული ნიშნები გამოვიყენოთ, მაგრამ ამას ვერ გამოვიყენებთ. აი, მაგალითად, ჩავდგეთ. წითელი რგოლის იმას რო ქონდა, ასოებს ეგ არის, რომ გამოექსპორტებისას არ გამოექსპორტდეს და ტყუილა ადგილი არ დაიკავოს, თუ არ გჭირდება. აი მაგალითად, ჩვენ თუ გამოვიტანთ keywords, show keywords, უფრო კარგად თუ დავინახოთ. და გადავხდოთ ეს ლათინურზე. Windows-ზე არ ვიცი როგორ, ყოველ შემთხვევაში Mac-ზე ესე არის. ანუ თავდაპირველად აქ გამოსული არის ის ასონიშნები, რაც არის ყველა ლათინური ენისთვის და დანარჩენი დამატებითი ნიშნები იკრიფება სხვადასხვა კომბინაციებით. მაგალითად, თუ გვინდა რომ ავკრიფოთ გერმანული ორი წერტილით უმლაუტი ეგრეთ წოდებული. აი Alt-ზე რო დავაჭერთ, გამოდის აი ეს ყვითელი ღილაკები, ყვითელი იმიტომ, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ისენი, რა ქვია, აქცენტები, არამედ ამითი შეგვიძლია რომ კომბინირებულად გამოვიყენოთ რომელიღაცა სხვადასხვა ასოსთან, რა. ანუ რას ნიშნავს ეს? ჩვენ თუ ასე Alt-ზე რო დავაჭირე, მერე აი ამ ღილაკზე დაჭერით, დავწერ ამას. აი და ამის შემდეგ რა ასოსაც დავაჭერ, იმას გაუკეთდება თავზე აი ეს ორი წერტილი. ანუ ახლა დავწერ მე უს და უს თავზე გაჩნდება ეგ. ანუ Alt-ი დიაკრიტული ნიშანი და მერე ასე კი. როგორ? მე მგონია რომ Windows-ზეც ეგრეა. ანუ ეს ახლა არ არის შრიფტის ფუნქცია, ეს არის კლავიატურაზე გამოტანილი იმაში, რა ქვია, Unicode-ში არსებული ფუნქცია რა. ეხლა მე არ ვიცი გამოდის თუ არა ორი დიაკრიტიკული ნიშანი ერთად, ანუ ჯერ ეს დავწეროთ, მერე ეს და ხო, ესე არ გამოდის. და ქართულად ეს ვერ გამოვა, იმიტომ რომ ეს დავწერე მე და ეხლა უნდა დავწერო ქართული, მაგრამ იმის გამო რომ აქ ქართული არ არის, უნდა გადავრთო მე და ამ გადართვისას ის იკარგება. ამიტომ ვერ დავწერ ქართულს. და თუ მინდა რომ ქართულში დავწერო დიაკრიტიკული ნიშანი, მაშინ აი ქართულ კლავიატურაზე Alt-ს რო დავაჭერ, აი აქ სადღაც უნდა იყოს ის ყვითელი კომბინირებადი დიაკრიტიკული ნიშნები დასმული და მე ჩვეულებრივად შემეძლება რომ დავწერო. თუმცა არის ესეთი კიდევ საინტერესო ისა რა ქვია შესაძლებლობა Mac-ზე, აი ეს Windows-ზე ნამდვილად აღარ არის უკვე. ეს არის კონტროლი, კომანდი და სპეისი. და გამოდის ხო ემოჯი და ანუ სხვადასხვა სიმბოლოები, ანუ აქ არის ჩამონათვალი, აი რაღაც ისრები, რაღაცეები, იმის რა ქვია, ვალუტის ნიშნები, ლათინური რაღაცა, აი ქართულიც არის აქ. ისა, მე მგონი ეს ქართული მე დავამატე, ალბათ არ იქნებოდა, არ მახსოვს. და არის კიდე Unicode აქ. ანუ Unicode ნიშნავს, რომ აი აქ რო ყველაფერი აბსოლუტურად რაც კი არსებობს Unicode-ში არის აქ. ხო და თავიდან რო დავიწყებთ ამის, ეგ ცოტა გავზდი უკეთესად რო დაინახოთ. რო დავიწყებთ ჩამოსკროლვას, აქვე აი მესამე თუ მეოთხე ბლოკი უკვე არის ეგ აი ერთ წუთი, აი კომბინირებული დიაკრიტიკული ნიშნები. ჰა? სად დაინახეს? ხო და აქედან შეიძლება
აქედან შეიძლება რომ დავწეროთ ქართულიც კი. აი მაგალითად ეხა ისა რა ქვია, დავწერე. ოღონდ აქ პირიქით არის, ჯერ 100-ს ვწერ და შემდეგ თავზე დავასვავ რომელიც რასაც მინდა. აი მაგალითად დავწერე a და აი 2 წერტილი დავასვით თავზე. მე რაღაცა m და რაღაცა ეს და ასე შემდეგ. ანუ მაინც მაგია. ხო, მაგრამ პრობლემა არის მოდი InDesign-ს გამოვხსნი, უკეთესად რომ გაჩვენოთ. ყველაზე ძვირად გიგებული ვაში. აი თქვათ რაღაც დეჟავუ ავიღე, ეხა გამოვიტან იმას. აქ როგორც ჩანს. მოდი მაშინ ან როგორც ჩანს იმაში რა ქვია, ამ იმაში რა ქვია, InDesign-ში მახსოვდა რომ InDesign-ში გამოდიოდა, Photoshop-ში არ გამოდიოდა. მაგრამ არაუშავს ჩვენ შეგვიძლია ესე მოვიქცეთ, ანუ შეგვიძლია აი ეს დავაკოპიროთ და მოდი აი 20 დავწეროთ და გაჩვენებთ რისი თქმა მინდოდა. აი ესეთ შედეგს ვიღებთ. ამ შემთხვევაში. ანუ იქ კარგად ჩანდა, მაგრამ ეს არის რა ქვია, რაღაც პროგრამებში და შემდეგ ვიღებთ ძალიან ცუდ შედეგებს. თუმცა აი ხა რო გადმოვაკოპიროთ ისა რა ქვია. აი აქ დარწმუნებული ვარ, აი იგივე პრინციპით ავკრიფე, ხო? დარწმუნებული ვარ, რომ კარგი შედეგი იქნება. შეუულებრივად მუშაობს. აი ეს არის რა ქვია. ხო, და ეხა რატო? მოდი ჯერ ვთქვათ ქართულში რატო გვჭირდება? ანუ ის არის პირველ რიგში, აი საინტერესო არის ის, რომ იმაზე რა ქვია, ინგლისურია, ხო, ეს მეგონი, ხო, ინგლისური ვიკიპედიაზეც კი წერია, რომ სვანურს სჭირდება დიაკრიტიკული ნიშნები. აი აქ არის მოცემული ეს, ხო. თუმცა ქართულ ვიკიპედიაზეც კი ეს ინფორმაცია მოცემული არ არის. არა ქართულ ვიკიპედიაზე, არამედ დოკუმენტიც კი არ მინახავს, სადაც ეს არის დაწერილი, რომ სვანურს სჭირდება ეს. ერთადერთი დოკუმენტი რაც არის ეს არის იმის რა ქვია, აკაკი შანიძის აკაკი არ ერქვა? შანიძის. ხო. ეს იყო რა ქვია, კვლევებისა, ანუ ჩატარებული კვლევების შედეგად დადგენილი ესენი რა ქვია, როგორც ამას ეძახდნენ დიალექტოლოგიური ნიშნები. ანუ ეხლა დიაკრიტიკულ ნიშნებს ვეძახთ. და არის ესე იგი, აი ეს ჩამონათვალი რაღაც რამდენიმე ნიშანი, რომელიც მე რამდენიმე წიგშიც კი ხდება, ეს არის მეგონი შარშან მეგონი კი ხო მე გადავ შარშან ეს არის რეალურად კოლხეთი, მაგრამ რაღაცა ის რა ქვია, ეს ნიშნები აქ რაღაცა ესე დასმული კუსტარულად, აშკარად. და ის არის, ესე იგი, არა მარტო ის არის რაღაც თანამედროვე წიგნებში, მე ვნახეთ ძველ წიგშიც 1930 წელს გამოცემული რაღაცა სვანური ზღაპრების თუ რაღაცა წიგნი იყო, იქაც იყო. ყოველ შემთხვევაში, ფაქტი არის, რომ ადამიანს, რომელსაც სჭირდება, რომ სვანურად
დაწეროს რაღაცა, შესაძლებლობა ნაკლებად აქვს, რომ ესეთი შრიფტი იყოს, იმიტომ რომ არ არის. ნუ ფაქტია, რომ შეგვიძლია რომ გავაკეთოთ. ეხლა როგორ ხდება ეს ყველაფერი? ანუ ფოტოგრაფია, ხო, ფოტოგრაფიის რაღაც მიმდინარეობა, ფოტოგრაფია, მაგრამ ბუქ ფოტოგრაფიაც არსებობს? მე რა ვიქნება? რა დამღარებული, შეიძლება შექმნა ეგ მეთოდი. ეხა აქ რა ვშვებით ჩვენ? მოდი აი სიტყვაზე გამოვიტანოთ ის თუმცა ყველაფერი არ გვჭირდება. ჩვენ შეგვიძლია რომ მოვიქცეთ ესე. აქ არ მინდა. მოდი ყველაფერი გამოვიტანოთ. აქედან ვერ გამოვა. კაი. კომბაინიდან ქმნით კი. მე მქონდა გაკეთებული ლისტი ეხა იმას, ანუ ქართული ლისტი, ანუ ეს მქონდა შეკრებილი, ანუ აი ამ პრინციპიდან გამომდინარე და იმას გადმოვაკოპირებ ეხა აი აქ უნდა იყოს ეს აი ნუ ამ ასოებს როგორც ვთქვათ არც კი აჩვენებს ეგ არის აი გეტყვით აქ გაჩვენებთ ეგ არის ბოლოში აი ესას ეგ არის ისი ხო კაი ერთი წუთი აი ეს არის ის 1 2 3 4 ანუ ეს ის 4 არის რაც გვჭირდება აი ეს ერთად ესენი ერთად შეკრიბა ეს არის ეს გამოვიტანოთ ხო ანუ ერთად იმის გამო რომ ეს არის ესენი არიან კომბინირებადი ნიშნები ყველას ერთად რო ვაკოპირებ ერთი სიმბოლო გონია და ცალკე სიმბოლოდ გამოაქვს ამ Facebook-ს ერთხელ გამოვუხდეთ notification-ები და ისევ როგორ ჩაერთო ესე ეხლა რა ვშვებით ესეთი საინტერესო შემთხვევა გვაქვს მოდი ესე ჩავთვალოთ ესეც აბა რეგულარზე ის დამთავრებულია ხო ესე იგი მოდი გამოვიტანოთ ანუ ადრე აკეთებდნენ ესე იგი სანამ ეს კომბინირებადი ისენი რა ქვია ნიშნები გამოვიდოდა უნიკოდისგან ბიჯო ავა დავდიდე Red Bull დავაყოლე საერთოდ რაღაც გაკეთებია ახლა ხო ანუ სისქეში და რაღაც არ ემთხვევა მაგრამ ანუ იმას ვქოთ ეგ დავივიწყოთ ცოტა ხანი ესე იგი სანამ ეს კომბინირებადი ისინი შემოვიდოდა როგორც გითხარით აი ჩამონათვალში რო იყო ესე იგი ერთი იყო რაღაცა ანუ ეს და მე კომბინირებადები შემოვიდა აი ხა სანამ კომბინირებადები იქნებოდა იქცეოდნენ ესე ეს არის ჩვენი ბოქსი რაც გვაქვს მოცემული და იმის მიზნით რომ ეს დამждარიყო რაღაცა რომელიღაც ასოს თავზე ამას ბოქსიდან აქეთ წევდნენ ხოლმე
და რეალურად ASO-ს შემდეგ რო დაწერდნენ ამ ნიშანს, ავტომატურად ჯდებოდა ეს ამ ASO ნიშნის თავზე. მაგრამ პრობლემა ხო. და შედეგი იყო ერთი შეხედვით კარგი. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც დავწერდით თქვათ OS, იქ უკვე ეს ვეღარ მუშაობდა. ამიტომ ინდივიდუალურად ვერ მუშაობდა ASO-სთვის. ხო, რა თქმა უნდა. და ანუ რეალურად რაღაცა პრინციპით ეს მუშაობდა, მაგრამ იყო ძალიან მახინჯი. კი. ამიტომაც საბედნიეროდ გვაქვს უკვე ეგ შესაძლებლობა, რომ დღეს გამოვიყენოთ ეს კომბინირებადი ისენი, რა ქვია, ნიშნები. და ეხლა რა ფუნქცია აქვს ამას დამატებით. ამას აქვს ეგრეთ წოდებული, რავი, ქართულად როგორ ქვია, არ ვიცი. ანკორი ალბათ. უნდა იყოს აქ. აი ეს. command U მარტივად შეგვიძლია. და ამატებს ორ წერტილს, აქ და აქ. ეს არის ეგრეთ წოდებული მაგნიტები, რომელიც დააკავშირებს ამას ASO ნიშანთან. ეხლა რა ხდება? აქ მითითებული არის ისა რა ქვია, ანუ წარწერა, რომელიც არის რაღაც ქვედატირე top, ქვია და ამას ქვია უბრალოდ top. იგივე უნდა დავამატოთ აქაც. წერტილები. თუმცა აი იგივე შარშან არ იყო შესაძლებელი, რომ აქედან მარტივად დაგვემატებინა, იმიტომ რომ გათვლილი არ იყო, რომ ქართულ ASO-ებს სჭირდებოდა ეს დიაკრიტიკული ნიშნები. მე აი წინა კურსზე გაჩნდა ეგ იდეა, რომ მიგვეწერა გლიფსისთვის, რომ ზუსტად ის იმ დიაკრიტიკული ნიშნებისთვის, რომელიც ქართულში გამოიყენება და იმ ASO-ებისთვის დაემატებინათ ეგ ფუნქცია და დღეს მარტივად შეგვიძლია, რომ აი აქედან დავამატოთ. და აი ეს წერტილი ჩდება აქ. აი ხედავ ეხა. ანუ ეს თუ არა აქ. წეღან ხო თქვი ბიჭო სვანურში მე. ანუ აი ისე არა, ანუ ქართულ ენაში არ გამოიყენება. არა ხო, ანუ ესე ვიძახი, დავცინე რა. ანუ რა თემა იცი ხა სიტყვაზე ინგლისელი რო აკეთებს იმას, ხო, შრიფტს. ინგლისურში არ ჭირდება, რა სჭირდება ესე. ხო, მაგრამ აკეთებს, იმიტომ გერმანელი გამოიყენებს, ხო? და ესეც ეგ თემა არის რა. ხო, არა, სხვა აი იმაში აქვია მონოტაიპში რასაც ვაკეთებდით, კი იქ გავაკეთე და აი ხა აქ რასაც ვაღდგენთ ძველ ქართულში პედებს იმეებზეც გვინდა რომ გავაკეთოთ რა. თორე ისე რაღაც ფონტჯიზე რო რაღაცას დებ და ეხა იგი არ არის აუცილებელი. კაი. ხო, ანუ სერიოზულად როცა მიუდგები, რავი, რატო არა? მით უმეტეს რომ ძალიან დიდ დროს არ გართმევს ახლა როგორც შეხედეთ, ხო? არის ძალიან ის არის, რავი, ძველია და ხო და ხო, ბიბლიაში რო შევდივარ ხო, არ ვიცი. აი დაუბრუნეთ ამაში. ესე იგი ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ყველა იმ ASO ნიშანს, სადაც დავამატებთ აი ამ მაგნიტს, ავტომატურად შესაძლებელს გახდის, რომ მერე დაწერისას, აი იქ რო დავწერეთ, ხო? ანუ ეს გამოიტანოს ესე ზუსტად როგორც გვინდა რომ გამოჩნდეს და არა აი ესე O-ზე როგორც გამოიტანა წელი. და როგორც თქვი, ესე იგი A, E, I, O, U და კიდე ის ერთი ASO, რომელიც არის სვანურისთვის და მეგრულისთვის, ხო? სატიპო, ხო, აი ეს რო გავს, იმისთვის ამიდან რა ქვია, გლიფსიდან ავტომატურად შესაძლებელი არის, რომ აი ამ command U-t გამოვიტანოთ ეს წერტილები. და თუ რაღაც ASO ნიშანი აღმოჩნდა კიდე ისეთი, რაც გათვლილი არ არის ახლა და მე დაგვჭირდება რომ დავამატოთ ეს დიაკრიტიკული ნიშანი, იქ უბრალოდ
ხელით დავამატებთ. მარჯვენა კლიკს დავაჭერთ და აი add anchors დავაჭერთ და დავარქმევთ top. ხო? ეხლა ის ამას რო დავარქვი ის წაშალა ავტომატურად. სადაც დავსვათ? ხო, სადაც დავსვა, ხო, ეხლა მაგებს მიუბრუნდებ. ეხლა რა ხდება? რეალურად ამ იმის რა ქვია დიაკრიტიკული ნიშნის ასოს თავზე ვარირების ორი საშუალება არის. ერთი რომ თავად ეს ამ იმისი დიაკრიტიკული ნიშნის მაგნიტი ვამოძრაო იქით აქეთ ან ამის მაგნიტი ვამოძრაო. ხო? განსხვავება რა არის ახლა? განსხვავება არის ის, რომ თუ ამის მაგნიტს ვამოძრავებ, მაშინ ეს შეიცვლება ყველა სხვა დანარჩენი ასოსთვის. მაგალითად, მოდი გავაკეთოთ 20, ხო? 20-ს გავუკეთოთ ის, აი. ეხლა რა ხდება? მე თუ ამას ვამოძრავებ, ეს მოძრაობს ყველასთვის. და თუ პერსონალურად ამას გავამოძრავებ, ეს იმოძრავებს ამისთვის. ამიტომ არის პრინციპში, ანუ ხო, ეს უნდა ესე დავაყენოთ ისე როგორც საშუალოდ როგორც არის. და დანარჩენი უკვე აი ხა ამას უნდა შევა, უნდადეს ცოტა იქით გაწევა და უბრალოდ ამას გავწევთ. ხო? მოგეთ ესე მუშაობს ეს დიაკრიტიკული ნიშნები. ხო, რა თქმა უნდა, იგივე ამეებსაც გავაკეთებთ, აქაც იმას command use დავაჭერთ. ხო, და კიდე ერთი ის. ხო. ანუ ყველა ასოზე უნდა გამოვიტანოთ ეს, ყველა ასოზე იმ ასოებს სადაც გვჭირდება და ყველა დიაკრიტიკულ ნიშანზე, რომ ანუ მაგნიტები ორივეს რო კონდეს. თუ ერთს ქონდა მაგნიტი და მეორეს არა, კავშირი ვერ მოხდება. გარდა ამისა, როგორც ხედავთ, ამისი ის რა ქვია, თავსებადობა სხვა სისქეებთან დაირღვა. იმიტომ, რომ სხვა სისქეებზე მაგნიტი არ არის. ანუ მაგნიტიც არის აი როგორც ის რო იყო, რომ მაშინ რო ვერ გავიგეთ რა იყო, რომ ის რა ქვია ისენი ხო ლაინები არ იყო გაწერილი. აი აქაც ეგ შემთხვევა. ეხა აქაც დავამატებთ ამ command ut იმას რა ქვია. კი, აი მოიც დავაბრუნოთ უკან, აი ეს ყავისფერი რო აქ ზევით, ეგ ნიშნავს რომ არა. აი ხა აქაც რო დავამატებ, აი ბოდიში. აი ეგ ყავისფერი გაქრა. ხო, უბრალოდ ეს გასასწორებელი არის ეს ტოპის. ხო, აქ. უბრალოდ აქ ეხა არ ჩანს ის ორი წერტილი, იმიტომ რომ აქ უკვე ბოლდზე აღარაფერი აღარ არის. ხო? ანუ ეს უნდა დავაკოპიროთ და ბოლდზეც დავსვათ და რაღაცა გავაბოლდო. შეიძლება მაგალითად მე რომ მქონდა გამოტანილი წინ 5 პროდუქტი. ამაში აი ზოგადად შეიძლება რაღაც ლაიცეც. ეს ზონები ამას შორის ნაშრომება გაიზარდოს. და უბრალოდ დიდი მქონდა ისე გაიზარდოს. მე რომ მქონდა პრაქტიკა ეშის ზონას და იმაზე როგორ არ შეიძლება გასცის გარდა და ეხა გამოიტანა. მაგრამ გამოიტანა ცუდად, იმიტომ რომ ეს უნდა იყოს აქ. ხო, რა. ესეთი შემთხვევა არის მოკლედ. ანუ ხო სადღაც თუ დაგვავიწყდა რაღაც გაკეთება, უკვე აღარ გამოდის მე არაფერი. კარგი. მაგრამ რეალურად ეხა ჩვენ გავაკეთეთ რა? რომ მაგნიტების საშუალებით დავაკავშირეთ ეს ნიშნები და რომელიღაცა ასოები. ეს ნიშნავს უკვე იმას, რომ აი ესეთ შემთხვევებს თავიდან ავიცილებთ, მაგრამ არის რაღაცა ისენი რა ქვია, პროგრამები, სადაც აი მაგნიტის ფუნქციები, რაც ჩვენ გავაკეთეთ, მაინც არ მუშაობს. თუ არ ვწდები Word-ში არ მუშაობს. Word-ში ხსარად არაფერი არ მუშაობს. ამისთვის ვაკეთებთ ხოლმე ესეთ რაღაცას. გარდა იმისა, რომ
ამის გამორთვა ეგრე მარტივი აღარ საწერე ისა კი აქ რაღაც page ქვია გო მაგრამ არავინ არ ხმარობს ანუ Word-ს ან მე იმას ხმარობ ხოლმე Google Doc-ი არის რა Google ან online წერ და თან გენახება იქ კომპიუტერი არ გევსება ხო ესე იგი რახან ეს ზოგან არ მუშაობს ამისთვის ქმნით ცალკე იმას რა ქვია box ანუ უნიკოდი ხო არ გვაქვს რაღაცა უმლაუტისთვის არ გვაქვს ამიტომ ჩვენ ქმნით აი როგორც მთავრულისთვის ოქმნით ისეთ იმას რა ქვია მთავრული პრინციპში არ გაგვივლია მაგრამ ყოველ შემთხვევაში ანუ ქმნით ცალკე იმას რა ქვია უჯრას რომელსაც უნიკოდი არ ექნება მაგრამ ესე იგი იმას იზამს რა ქვია შრიფტში იქნება ჩასმული ახლა ვიქცევით ესე მოკლედ ეს დამაგნიტებული გვაქვს და ვიქცევით ესე ვაკოპირებთ ამას ანუ O-ს სახელს ეხლა მე როგორ დამოვიწყდეს შევინახავ აქ მერე ქვედა ტირე მერე ამის სახელი ეს ორი ავიდეთ glyphs add glyphs და ჩავაფეისტეთ ანუ ეს არის პრაქტიკულად კავშირი on-სა და ამ იმას რა ქვია umlaut შორის generate და ავტომატურად გაკეთდა ეს არის არარედაქტირებადი და არამოძრავი გამოსახულება ესე ამას ვერც იქით წავიღებ ვერც აქეთ ვერც ადგილს მოუმატებ ვერც ვერაფერ ეს არის ძალიან კარგი პრინციპში აი აქ O-ზე რასაც ვიზავ მე შევცვლი იმას რასაც შევცვლი იქით აქეთ აქ ყველაფერი აისახება აი ხა მე მაგათად ამას რო გავამოძრავებ ისიც წავა ანუ მაინც რედაქტირებადი კი ანუ ეს არ არის რედაქტირებადი ეს არ გამოიწვია არა აი ეს O-ზე რასაც ვიზამ იქ აისახება ანუ პრაქტიკულად გავაკეთე უჯრა სადაც მე ვხედავ აი როგორი იქნება საბოლოოდ ეს ჩემი ისა ნიშანი რეალურად ამ უჯრის გარეშეც ეს აკრეფისას გამოჩნდება ესე კარგ პროგრამებში მაგრამ რახან ცუდ პროგრამებში არ ჩანს ამიტომ ამ უჯრას ვსვავთ ესე აი უჯრის სახელი არის on რაღაცა ქვედატირე რაღაცა რომელსაც იყენებს მერე აი Word-ი სიტყვაზე ხო და ესე იგი საიდანღაც უნდა წამოიღოს ეს და ამ უჯრიდან წამოიღებს ანუ ხდება რომ ეს უჯრა არის კავშირი ამასა და ამას შორის და აქედან წამოიღებს სიმბოლოს ანუ ეს ისე ყველაფერთვის საერთოდ ყველაფერსაც კი არ ვაკეთებთ რეალურად ამას გავაკეთებთ როგორც მოგწონს მე აქ glyphs დავამატებთ ამ სახელისა და ამ სახელს და ის ავტომატურად კეთდება გამოექსპორტების დროს გამოექსპორტება თავის ჩვეულებრივ ხო ესე იგი glyphs-ი ავტომატურად ხდება აი აქ add glyphs რო ჩაუწერ და აი ამ სახელს რო ჩაუწერ ავტომატურად ხდება რომ უნდა გააკეთოს უჯრა სადაც თვითონვე ჩასვავს on-ს ერთ შემთხვევაში და მეორე შემთხვევაში თავზე დაასვავს იმ umlaut-ს ანუ glyphs-ი ამას აკეთებს ავტომატურად ეს არის და ეს გარდა ამისა როგორც ხედავთ ქართულში არის უბრალოდ სვანურისთვის არის ერთი შემთხვევა სადაც ორი დიაკრიტიკული ნიშანი აჯდება ერთმანეთზე ეს ართულებს საქმეს აი ეს იყო ეს მაკრო ის არის მაკრონი ხო მაკრონი არის ხო აი მაგათაც იმ ცუდ პროგრამებს იქ პრობლემა აქვს ლათინურში და არა იმიტომ რომ არა გეტყვი იმ ხო თქვით რომ ანუ ლათინურებს უნიკოდში გააჩნიათ ანუ შესაბამისად თავისი ადგილი თავისი უჯრა არის უკვე და ეს ხდება რომ იმ უჯრიდან უნდა გამოიტანოს გამოსახულება და რახან ქართულს საკუთარი უჯრა არა აქვს ამორის ერთად ხო ამიტომ უჯრას უქმნით ჩვენ თვითონ ცალკე
აი ხა ეს მაკრონის ანუ მაშინ თუ აკეთებ ჯობია რომ გააკეთო ესე მეორე ვარიანტი როგორც ხო იყოს გამყარებადი. ხო მაგრამ აი ამ უჯრაში ესე იგი ჩვენ აქ ესე აი აქ თუ არ დავამატე ეს ანქორები და რაღაცა იქ რო გამოვიტან უჯრას თავისით არ ჩასვავს, ხო? ანუ ჯერ უნდა გავაკეთო ეს, აი რო ეს ესე რა ქვია, კომბინირებად უჯრაში დავამატე ეს სიმბოლო, დავამატე ეს ანქორები და ამის მერე რო გამოვიტან იმას, მერე ავტომატურად ჩაისმევა. აი მაგალითად ეს გავაკეთეთ. ხო, ზუსტი. ანუ სადღაც ესე და მე შეგვიძლია სად იყო ჩვენ სიმბოლოს დავუმატოთ კიდევ ერთი ქვედატირე და ეს მაგრამ მე მგონი O-ზე კომბინაცია არ არის, ამიტომ თუ გინდა A-ზე გავაკეთოთ. ან და cliff ეს გამოვთ. ბოლძე ვაკეთებდით იმას თუ რეგულარს. ხო, ან რეგულარს. ხო. აი მოიცა ის სად იყო ან ჯორჯიან აი ესეც ავტომატურად დასვა და ასევე გვანახებს რომ აი ის რა ქვია ლაითი და ის მაგრამ ისენი არ ხო ესეც გაკეთდა მაგრამ ბოლძე არ ქონდა გაკეთებული ის და ამიტომ არაფერიც არ გაკეთე. ან ჩვენ შეგვიძლია ხ დავდგეთ ბოლძე სიტყვაზე. დავამატოთ ის რა ქვია აი ეს კიდევ ამაზე ესეც უნდა იყოს ბოლძე. აქაც უნდა დავაჭიროთ command use. და რა უნდა გავაკეთოთ? ხო, მეტი არც არაფერი ეგ არის. ეგ არის. კიდე რა შეიძლება რომ ვთქვათ? ხო, ანუ ქართულში გამოიყენება ძირითადად E4, როგორც თქვი, ესე იგი ეს არის დიარეზისი, ანუ იგივე უმლაუტი, ეს არის აკუტი, ეს არის ის რა ქვია მას ცირკუმპლექსი და მაკრონი. ანუ ძირითადად E4 გამოიყენება, ესე იგი როგორც თქვი, ქართულში კი არა და სვანურში პრინციპში.
და ესე იგი ხო ან როცა ვაკეთებთ პირველ რიგში ვაკეთებთ ესე იგი გამოგვაქვს ეს სიმბოლოები შემდეგ მაგნიტებს ვუკეთებთ როგორც ამას ისევე ჩვენ სიმბოლოებს და ყველა სისქეზე ვაკეთებთ იგივეს და შემდეგ შეგვიძლია გამოვიტანოთ რა ქვია ამ add glyphs-იდან ის ჩვენი ცალკე უჯრები რომ მე რომელიმე პროგრამაში არ იყოს რამე პრობლემა. თუმცა მე აქ იდეაში არასწორად გავაკეთე, ანუ ჯერ უნდა იყოს ეს და მერე ის. ხო, ანუ ეგ ძალიან მარტივი არის, ანუ აქ ჩაწერისას ეს იდეაში უნდა გადმონაცვლდეს აქეთ და იქნებოდა ეს. ეს არის. კარგი. კიდე რა შეიძლება რომ ვთქვა. ხო, ერთ საინტერესო დოკუმენტი არის კიდე, ეს არის, აი, ადრე რო ვახსენეთ, როგორ გერმანიაში არის ქართველოლოგი. და ანუ ერთ-ერთი ის იყო, რა ქვია, შეთავაზებული ინიციატივა უნიკოდთან, რომელიც დოკუმენტია კი აღარ 2000-იანების დასაწყისია, 2003, ხო. რომ ესე იგი დამატებული ყოფილიყო რაღაც დიაკრიტიკული ნიშნები, აი ჩვენ ხო თქვით, რომ სადა ვართ? combining. ხო, აქ კიდე ყველა არ არის. ანუ ამ იმაში რა ქვია, combining მარკებში არის რაღაცა, ესე იგი combining ისენი რა ქვია, ნიშნები, რომელიც სხვადასხვა იმისთვის გამოიყენება და ეს კაცი ამბობდა, რომ ქართულისთვისო არის რაღაცეებიო, რაც სხვაგან არ არისო და შესაბამისად თუ ქართველებს დაჭირდებათ, რომ გამოიყენონო, სხვას ვერ გამოიყენებენო, იმიტომ რომ ისინი არ გავს ამეებსო და ამბობდა, რომ აი ეს ყველა უნდა დავამატოთო. ცალკე ჩამონათვალი არ ვიცი არის თუ არა. და ეს არის, ну, რა თქმა უნდა, უნიკოდმა უარი თქვა, იმიტომ რომ ეს არის, რა ქვია, რეალურად, რა მეც არ მინახია წიგნებში და ანუ მატერიალური მასალა არ არის, რომ ამას მართლა ვიღაცა იყენებდა. ამას წინათ ვიღაცამ დაპოსტა იმაში, რა ქვია, ჯგუფში, რომელ ჯგუფში დაპოსტა არ ვიცი ოღონდ. რომ ისაო, რა ქვია, აი რაღაცა ძველი წერილებში წავაწყდითო რაღაცა ნიშნებსო და მაგების იმასშუებითო ტექსტებს ვკრიფავთო ეხაო და რანაირად დავწეროთო არ ვიცითო ეკაო და რაღაც მართლა ამას გავდა რა, ანუ ეს თლათ ტყუილაც არ დაუწერია ამ კაცს ესე იგი. ხო და ხო, თლათ ეგრეც არ დაუწერია. ხო და ну ფაქტია რომ ვერ დავწერთ ამებს. ან თუ არა და რაღაცა უჯრები უნდა გამოვიტანოთ და რო გაჩვენეთ აი სულ თავიდან როგორ წერდნენ თქო რაღაცა მაგ პრინციპით უნდა რაღაც გვერდზე გავსიოთ და ეგრე ხო ანუ სხვანაირად ვერ დავწერთ იმიტომ რომ combining block-ში არ არის ჩასმული ეს ნიშნები. ხო პრინციპში ეს არის ხო, თუმცა ამ იმიდან რა ქვია დოკუმენტიდან რამდენიმე ის რა ქვია ინიციატივა დაემატა მაგალითად აი ეს ამოტრიალებული G. აი აქ ეს აქ რაღაცა რუსული დოკუმენტი, სადაც ჩამონათვალში არის მოთავსებული ეს ამოტრიალებული G და ის დიაკრიტიკული ნიშანიც. ნუ პრინციპში ხა ის ნიშანი, რომელიც ასო-ნიშანს ზევიდან არ აჭდება და გვერდიდან მოდის. იმის გაკეთებას სულაც არ ჭირდება ის, რომ რაღაც კომბინირებადი ნიშნების ბლოკში რო იჭდეს, იმიტომ რომ გვერდიდან მოდის ჩვეულებრივად, ხო?
ანუ ეს კომბინირებადი ნიშნების ბლოკი არის იმისთვის, რომ რაღაცას რო წერთ აქ. აი მაგალითად A დავწერე და მე რო ავკრებ, გვერდიდან კი არ მოვიდა, რეალურად რაღაცას რო ვკრებ ხო გვერდიდან მოდის. ხო, ამიტომ ის თავზე დაждდეს. ანუ ეგ გათვლილი არის ამ უნიკოდის ერთ ბლოკში, ანუ იმ ბლოკში რა სიმბოლოებიც ისინი ასონიშნებს ზემოდან აჭდებიან. სხვა ნიშანს თუ დავწერ, ყველა ვარიანტი გვერდიდან მოვა. ანუ ისეც აღარ გაკეთე, ხო, აქ თუ გამოწიეთ. ხო. ამიტომ შესაბამისად, თუ რაღაცა ეს არის ნიშანი, რაც ასონიშნავს გვერდიდან მოსდევს, არ არის საჭირო, რომ ის იყოს იმ კომბინირებად ბლოკში. ხო, ცალკე. ზედა ხარისთვის არის გათვლილი ეს კომბინირებადი. კი ბატონო. არა, ზოგი არის ქვევითაც. ერთ წუთი ვნახო ეგ ისა ბლოკი, ზოგი ქვევითაცაა. მე მგონი ის თურქულში არის, თუ არ ვცდები, აი C და ქვევით რო რაღაც ნამგალივითაა. არა, აქ იქნებოდა ეს ცალკე უნიკოდის მე ვეძებ იმას. აი აქ. მოდი დავწეროთ რაღაცა სიტყვაზე I და ქვევიდან აი ეს შეიძლება. აი ხო, ანუ ეგეთი რაღაცებიც არის რა, ანუ და რაღაცა ქვევით. ხო, შრიფტსაც ცვლის, რატომღაც, რატო არ ვიცი. არა, იგი პრინციპია რაც ზედა, რომ იჯერებია, ხო? კი ბატონო. კარგი, ეხა გადავხედოთ ისევ ამ ჩვენ ასოებს. ეს მინგი მაგაკეთებული პირველ ხო, ერთ საიდან ეს რაღაც მე მგონი ადრე არ მითქვია. ანუ გარდა იმისა, რომ აი მას ყავისფერს უკეთებს კუთხეში იმ ასონიშნებს, სადაც ვერ კეთდება ინტერპოლაცია. ერთი ესეთი აღნიშნვა არის კიდე ყვითელი სამკუთხედი აღნიშნის, რაც იმას ნიშნავს, რომ ესა რა ქვია, spacing-ში არის რაღაც პრობლემა. აი გაცილებულიც არის. ამას დავაჭერთ თუ არა, მაშინვე გამოსწორდება. აი. ანუ ეგ რატო ხდება, რომ თქვათ თუ მითითებული აქვს ამას რაღაცის ჯგუფი და აი თქვათ ამას აქვს მითითებული მანის ჯგუფი, ხო? მერე მანზე რომ რაღაცას შევცვლი, აქ თუ არ დავაჭირე იმ ისარს, რომ ავტომატურად განაახლოს, განახლებას არ აკეთებს. მაგრამ გვეუბნება, რომ რაღაცა შეიცვალა იქო და მოდი განაახლეო. პრაქტიკულად. ეხა შევხედოთ ამას. ან პრინციპში რეგულარში არაფერი არ შეცვლილა, ხო, არც ბოლტში. არა. თუ კი. არა, მოხაზულობა არ შემიცვლია. მოხაზულობა არ შემიცვლია. არც ერთი საკითხი. რეგულარი რაკი უცვლელი, ანუ ყველაფერი საბოლოო ჯამში დადასტურდა და რჩებოდა, ამიტომ აქ დავიწყე კერნინგის კეთება. და დავიწყე A B G D E V Z T და I. M N O ხო, ერთი ისეთი ის არის კიდე ამ კერნინგში, რომ ჯობია ყოველთვის რომ ნაკლები იყოს კერნინგი, ვიდრე მეტი. და გარდა ამისა, ანუ როცა ესე არის πως გაწყვეტ, ესე იყოს, მინუსები. არა, მაგას არ ვამბობ. ანუ აი თუ შეიძლება ცოტა იყოს. არა, სხვა რამე, ანუ თუ ვაკეთებთ იმას, რა ქვია, კერნინგს. ანუ ერთი წუთი. ამას ჯობია ეს. ხო. ეგ ჯობია. მაინც დავაბრუნოთ ის როგორც იყო. ხო. და კიდე ერთი რაღაცა. ესე იგი,
თქვათ შეიძლება რომ აი თქვათ კერნინგის კეთების პროცესში უყურებდით თქვათ აი აქ როგორი არის დაშორება, აქ როგორი არის დაშორება ერთის მხრივ და მეორეს მხრივ უნდა შევხედოთ შორიდან აი მთლიანობაში სივრცეები როგორ არის გადანაწილებული. აი ხა რომ შევხედოთ აი D-სა და S შორის, ხო, თითქოს ყველაფერი კარგად არის, მაგრამ აი მანძილი ზოგადად არის პატარა, ვიდრე ვთქვათ აი აქ, ვიდრე ვთქვათ აი აქ, ხო, ვიდრე ვთქვათ აქ. ამიტომ შეიძლება რომ ეს ზედმეტიც იყოს 30. და აი რა ვიცი, შეიძლება 10-იც კი იყოს საკმარისი, ან 20. ხო, აი ეხა პრინციპში არის არ მაწუხებს, კარგად არის. ხო. ხო, ვუდაზოს ეგ ხო, ანუ ეგ იქით არის, ანუ ჩვენ თავში, ანუ ხო, აქაც აქაც არის, აქ არის, ხო, არა, აქ კარგად, მე მგონი კარგად არის. მე მგონი კარგად არის. ანუ მეტი ადგილი არ არის ხო, ანუ ეგ თემა რა, ჯობია რომ მეტი იყოს თეთრი ადგილი, ვიდრე ძალიან, ხო. თორე ასეთ შეიძლება. ყველაზე კარგი ვარიანტია რომ დიზაინი გააკეთოს. ხო. ხო, ეს დიდი თავია ხო, მაგრამ ეგ მე მგონი შემდეგი ლექციისთვის ყო ან კიდე შემდეგი არ ვიცი. რომ ანუ რეალურად შესაძლებელი არის ასევე რომ გააკეთდეს კონტექსტუალური ალტერნატივები. ანუ იმ შემთხვევაში, როდესაც ვთქვათ Z მოდის რაღაცა ასოს შემდეგ, მაშინ დაიწეროს სხვანაირი Z. და როცა კონტექსტუალური ალტერნატივა. როგორ აი M და Z? ხო. ანუ აი ამ შემთხვევაში შეიძლება აი ეს ბურთი აქეთ იყოს მარჯვნივ. ხო? და ასე შემდეგ, რა, ანუ ესე იგი, იქიდან გამომდინარე რა ასოს შემდეგ რა წამოვა, სხვა Z წამოვიდეს. ესე იგი, ეს გადაბმა არ არის, ანუ ეს ლიგატურა არ არის. ხო? ანუ ლიგატურა არის, როცა ორი ასო ერთმანეთს უკავშირდება. და ეს არის შემთხვევა, როცა ცალ-ცალკე არის ასოები, უბრალოდ სხვა Z დაიწერება. ხო, ანუ პრინციპში ანუ მაგის გაკეთება შეიძლება ამ შრიფტში, როგორც ხო, ანუ მე როცა გავივლით მაგას, მე გადავწყვეტ. როგორ ვარიანტები? ნიმუში მე მგონი ჯგუფში გვედო ერთი წუთი შევალ. მე მგონი განახეთ ვიდეოც. აი ვთქვათ, როცა ის შემდეგ არის შ არის ესეთი. და როცა მ-ს შემდეგ არის ესეთი. იმიტომ რომ იქ ადგილი აღარ აქვს, რომ მეორე მოხვევაც დაამთავროს. რავი. შეიძლება. სამტრედიაზე არის უბრალოდ სტილისტური ალტერნატივა რა, ანუ რო წერე ეგრე წერისას არაფერი არ შეიცვლება, შენ თუ გინდა ხო, აი G როგორიც არის, რა ქვია, ლათინური G, ხო? ეს არის იდეაში ის, რა ქვია, დეჟავუ სერიფი, უბრალოდ არ მოყვება ეს მე გავუკეთე, რომ რაღაც საჩვენებლად ფოტო დავდე. ხო, ნუ ამას გავივლით მე კიდე. კარგად, აი კოდები აქვს თავის ჩამოწერილი, როგორ კეთდება. კარგი. დანარჩენი კერნინგს რაც შეეხება, მე მგონი კარგად არის. კი რა. ან კერნინგის სხვა მხრივ კარგად არის ამ შიფტში. ეს word file წამოვიღე სპეციალურად, რომ მთლიანობაში შეგეხედა, აი ძალიან ბევრი ხო არ არის და უშუალოდ კერნინგები. ან იქ დავწერე. word file-ზე როგორ გავიგებთ?
როგორ არის? A A B B G აი ესე დავწერე A აბაში ჩავხდოთ. ქიანობაში უბრალოდ ბევრი ხო არ გამოდის თქო. ვეცადე მაქსიმალურად რომ ეს ანუ letter space-ები ყოფილიყო. ანუ აი ეს არის კერნინგები, რამაც მოითხოვა spacing-ის დადგენის შემდეგ. ბევრი არის საერთოდ აი ამ რაოდენობის. სამი ვერ ხვდები რეებია ეს ანუ ეს 100 არის 100 და 100 შორის საერთოდ არ გამიკეთები A და B-ს შორის -100 A G-ს -20 D-ს შორისაც -20 და ესენი რა ესენი არ გამიკეთები ჯერ უბრალოდ ზე არ გადავსულვა ანუ თან ლოგიკას ვეძებ რომ ანუ კერნინგები თან ჯგუფების პოვნაც მინდავს გავსის და ამიტომ მე ციფრებს ვუყურე ანუ მაგალითად A და B-ს დაჭირდა -100 D და B-მაც მოითხოვა -100 ანუ შესაბამისად D-ს ბოლო და A-ს ბოლო ერთმანეთს გავს ხო რა თქმა ესეთ ლოგიკას ვეძებ რა მათემატიკურ ანუ ჯგუფებში რომელი ასონიშნები შეიძლება რომ ჩაჯდეს კი და მე მთლიანობაში რომ შევხედავ ანუ დავუშვათ თუ არის A E D E M E ერთნაირი თუ მოითხოვა ესე იგი ჯგუფის ვარიანტი შეიძლება კი რა თქმა უნდა თუმცა წინაზე როგორც თქვით ანუ რეალურად ამ შიფტში იმუშავებს ეგ მაგრამ სხვაგან არა ანუ ეს არის რა ეხლა გეტყვი ანუ თქვათ A-ს მერე რომ B წამოვა B უნდა შეიწიოს A-სკენ 100 პუნქტით G უნდა შეიწიოს A-სკენ 20 პუნქტით არ ესე კი არ წერს კაცო ჯერ იქ აკეთებს ვიზუალურად უყურებს და მერე იმას წერს მაგრამ რა ვიცი ამაში ძალიან ბევრი დრო დაიხარჯებოდა ხო მაგრამ რაღაც იცი რა ლოგიკის დაჭერა რა და ხო პრინციპში ეს რო არ ჩამოწეროთ პრინციპში ანუ აქ ხო არის რა ქვია window kernel-ი და ეს რო დავაკოპიროთ ეგეც შეიძლება ანუ ეს წინაზე ხო გაჩვენეთ ნუ ეხა აქ არა იცი რა არის ხო აქ ისე გასაგებად არ ჩანს რა ეხა ანუ აქ ჩანს ესე რომ აი A-სთან B A-სთან char რომელია ეხა მიდი და გაიგე A-სთან N და ასე შემდეგ ხო ნუ პრინციპში ანუ რა ვიცი იცი რა აი თავიდან რომ დაუჭირო ასე ვთქვათ ლოგიკა ეხლა სწავლის პროცესში და უბრალოდ იმდენად მნიშვნელოვანი არის ეს spacing-ი და kernel-ი თითქმის უტოლდება შრიფტის დიზაინის აგების პროცესებს ხო და ნუ პრინციპში არა რა ვიცი შეიძლება ამის გამოყენებაც შეიძლება იგივე მაგ კუთხით რომ შევხედოთ სად გვაქვს ერთნაირი რაღაცეები კი ხო ანუ ის ცალკე Word-ი რო არ ამოხსნათ და გადავაკოპიროთ ჩავწეროთ მე აქეთ გადმოვიდეთ ხო ანუ ეს იყო კიდევ ერთხელ რო ვთქვათ იმაში window და მერე kernel კი ეს ვიდეოშიც არის ხო მაგრამ ამ კონტექსტში რაღაც ვერ დავაკავშირე ისიც აქ რა ქვია აი ეს არის კომანდი K და აი ეს რაღაცა ვერცოს ვერ არახატია აქ და ხო დაავაიტე კონტროლი ჰა ეს გავტესტოთ ახლა მოიცადე ან alt არის ან shift ან control ესე იგი კომანდი რო იყო ვიცით ნახდათ alt და K აი alt ყოფილა ესე command alt K to K ეგ არის კარგი ამასთვის ყველაზე რთული რა არის აი შექმნის პროცესი kernel-ის space-ი ხო აი ყველაზე მეტად შრომატევად ან რა არის ანუ რა ვიცი მაინც ყველაზე დიდი დრო ხა დიზაინს მიაქ ხა ვერ ვიტყვი რომ kernel-ს მიაქ ყველაზე დიდი მაგრამ kernel-ი პრინციპში არის ყველაზე უფრო არა საინტერესო საქმე ხო ხო ანუ რუტინა არის პრინციპში და ეგ არის ხო ყველაზე ისეთი ჩემთვის ბოლდი და დათული ხო დათული
მე აკაკი ვაჩვენე ხო ამ ვიდეოში არის ნახავ კიდე ამ სპეისინგის კოპირება შემიძლია ამის კერნინგის კი ანუ კი სპეისინგი მის მიხედვით გავაკეთე დავაპატარა როგორც თქვი აქ უფრო პატარა იგივე ლოგიკით აქ უფრო პატარა ლაითში კი იგივე ლოგიკით უფრო დიდია კი ამ კერნინგი არის ხო ანუ უნდა იყოს და ეს იმიტომ რომ ბოლდი არის ეს ბოლდი ხო ბოლდიზე ჯერ არ გამკეთებია და ლაით ბოლდიც და სათავებელი მაგასაგები და ლაითი ხო და დიზაინსაც შეეხება მე მგონი ამ წინაზე რომ ვილაპარაკეთ აღარ მახსოვს კარგად მითხარი ვიდეოში არ და სულ გავითვალისწინებ ეს ტლს სულ თავიდან ხო ანუ პრინციპში ხო ეს არის ნახე როგორ არის ეს ხო ტლს ნახე ეს დათხელდა და ეგ საერთოდ გამაკეთებული მაგრამ მუცლები არის სულ სხვადასხვანაირი ანუ დისმუცელი არ ხო და განსაკუთრებით ეს თხელი ვერსია არის რთული იმ კუთხით რომ შტრიხის სისქე რახან ძალიან პატარა არის ოდნავ ცვლილებაც კი იწვევს ესე იგი რაღაც თვალში საცემ შედეგს და განსაკუთრებით იმ ადგილებში სადაც თქვა აი ხაზთან შეერთება ხდება მომრგვალებების ადგილები და ასე შემდეგ. არა, ნუ ეხა ძირითადად შტრიხის სისქე რა თქვა, აი ხა ეს სქელია, აი ესეც სქელია ამასთან შედარებით. აი თითქოს კარგია. და ნუ ან ეგეთი დეტალები არის პრინციპში. კარგი. რა უნდა მეკითხა? აი font info-ში მაგალითად regular-ში რაც აქვს, ascender და descender. ესენი არ იცვლება ხო light-ში, regular-ში და bold-ში. კი, ანუ ესე იგი, როგორც თქვით, ესე იგი შეიძლება შეიცვალოს შუატანის სიმაღლე, ანუ 500 რაც. კი. მარტო ეს. X height შეიძლება შეიცვალოს. ესეც იმ კუთხით, რომ bold-ში გაიზრდება და light-ზე შემცირდება. მაგრამ, ანუ box-ის სიმაღლე რაც არის, თქვათ 710 და -400, ხო? ეგ ჯობია რომ არ შევეხოთ. და alignment ზონებიც ეცვლება. ხო, შეიძლება შეეცვალოს, შეიძლება არ, მაგრამ ნუ ჯობია რომ შეუცვალოთ ალბათ. ეგ არის პრინციპი. კარგი. მოდი ბარემ თქვენებიც შევხედოთ, რაც არის. სად არის? არ არის, ხო? სახშიც არ გაქვს შენ მაგ. არა მოხდა. ძალიან უმარტო. აი ეგ არის, ის არის რა, ვიცოდი პრინციპში, ან წინა კურსეც სულ ეგ იყო, რომ ის არის. ხო, ანუ მაგის ვარ, რეალურად ხო, ის არის, რა ქვია, აქაც მოვად რამდენი მაკია, მაგრამ მე მაინც ანუ ხო, რთულია, იმიტომ რომ ყოველდღე მუშაობენ, მე რაღაცა. მართლა მახსოვს მაგ. ხო. მე უნდა ხონოდა რეალურად, მაგრამ კოპირაიტერი მოვიდა ახალი და იმ კოპირაიტერმა მიითვისა რა. კოპირაიტერს რაჯანდაბაში უნდა მაკი მაინც და მაინც გამაგებინე. და მიხდები ახლა მისვლა გამორჩენა. მისტეოდი ამაგის იმედი თქვა თან ძალიან გვიან ზოგჯერ 10 სიმოდა. ვერ ვიცი რომ მოვიდე რა. სული. იმაზე ვერ მუშაობ რა. მაშინ შეგონდნენ და არაცე არ ვიცი. არ დამჭირდება. რაღაც აწერია რიცხვი. მერაბი იყო ხო? უი, კი. მერაბი მაშინ მუშაობს ხო ფონდებში ისე. არა, კი, ფონდლაბში აკეთებს და ეხა იქ პრობლემა გქონდა რომ მაგის ანუ TBC-ის
TV-ის კონკურსში რო გაიმარჯვა, იმ შეფეთებს ხო ვაკეთებთ ახლა. და ანუ იმ ჩვენ ეს ვინც იყო წინა კურსის იმას რა ქვია, მისცა ეს ფონტლაბის ფაილები. და იყო პრობლემა რა, რომ ამას შეაქ აი ეს თქვა ლაითი და ბოლდი და რო გაკეთდეს ის ინტერპოლაცია მათ შორის. და მიუხედავად იმისა, რომ ფონტლაბში გაკეთებული არის წერტილების რაოდენობები ზუსტად ერთნაირად, კლიფში რო შეგვაქვს მე რაღაცა წერტილებს უჩენს დამატებით და ცალ-ცალკე ჩამოუვარო ყველა ასოს და ნახო სად რა არის დამატებული. და პირიქითაც არის ალბათ გლიფიდან თუ არა კეთებს გლიფიდან ფონტში. არ მიცდია გლიფიდან იმაში. რეალურად ანუ ეგრე იმიდან ფონტლაბიდან პირდაპირ არ შეგვაქვს გლიფში, რაღაც ფონტლაბიდან გამოგვაქვს OTF-ი და OTF-ი შეგვაქვს და ხო მაგ დროს აკეთებს რაღაც ცვლილებას. იმიტომ რეალურად ერთმანეთში არ შედის პირდაპირ ფაილები ვერ მიდის. იმაზე დავაყენო ვიდეო actually ხო. იმ ვიმუშაოს ძალიან პრობლემა ქონია მაგის გამოს. რა რო გლიფსი რო დააყენო? მაკი რო დავაყენო. მაკი რო დააყენო? ხო, მაგაზეც პრობლემები ქონდა. ვიღაცამ თქვა რომ დავაყენეო და Windows-ი წამეშალა რა თქმა უნდა ყველაფერიო, ვიღაცამ ვერ დავაყენეო და რა ძალიან ჩემი თაჩი ან ამ სილექტორი თაჩი და მაგაზე ვაფშე აგაჭერა. აი მაგას ვარ არის, მაგის ხარ დაჭერა. არ ვიცი, ვერ გეტყვი, არ ვიცი. ეს ჩავთოთ ხო აქ? ესა? აქ. ესა. კაი. ამას დავაკო. 2 სხვა რამე ხო არ გავხსენ. არის თუ დაო რა გინდა. თუ დავამატე? და წინებზე რეებიც თქვით ამეებზე ეგენი გაკეთებულია? ეგენი გაესწრება. ერთად გავასწორეთ? ხო, რა, კარგად. ხო და ეს რუსვაკეთებდი. ასე გეთებდი? განიერია. ანუ 20 თუ ერთნაირი უნდა იყოს? აი რა შევხედი. აი ხა მას არ არის ფოტოს. უი, აქ ფოტოს არ გვიხსნის. იმიტომ რომ მას არ არის ფოტოს. მოდი, ხო, ჩავაკოპიროთ მაშინ. T და stop. სულ დავხუროთ და ახლა გავხსნით. ან გამოდის ან ციფრების მენეჯერის, პროექტის მენეჯერის ფუნქცია. აი კვირას მინდა და მოსვლა და მაშინ დავხურეს. კვირას დახურეს ჯევლავი, რატო დახურეს? კარანტინი რა? თუ არ გინდა დავირუსი და თუ არ მოგა. რას ქვია ვირუსი? ვირუსი იყო. ხო, არა, ხო. არა, იყოს უფრო განიერი ჯობია, იმიტომ რომ რეალურად აქ არის წრიული ფიგურა, აქ ისედაც დიდი თეთრი სივრცეა და კიდე რო გაშალო, ანუ რეალურად ლოგიკურია რომ ეს იყოს უფრო განიერი, ხო. ანუ ეგ თუ იყოს განიერი და უბრალოდ პატარა, ხო? ხო, ეხა როგორც არის, ანუ თუმცა შეიძლება რომ ოდნავ სიგანეში ეს მასა ვქნათ შევამციროთ, იმიტომ რომ აი ხაც რო დააკვირდე, აი ამათი ბალანსი არის ძალიან დარღვეული. რომც იყოს მუდან გადაკოპირებული, მაინც შეიძლება რომ ცოტა ესე მაინც შეიძლება ცოტა ვიწრო იყოს რა. იმიტომ რომ ეს არის ორ სართულიანი, აი დაახლოებით ცოტა ექსტრემალური შემთხვევა არის ეგ, მაგრამ მაინც ანუ n-ი რო არის და მერე m-ი, ხო? ანუ ეგ თემა არის, ეს არის ორ სართულიანი და ამიტომ პირიქით თუ
ის იქნება, რა ქვია, ვიწრო ანუ დადუც უფრო ვიწრო გავაკეთო? D გააკეთე იმ სიფართის, რაც სიფართის არის T და G გააკეთე იმ სიფართის, რაც სიფართის არის O. და ეგ როგორია? აი იმას ვაკეთებ საით დაჭერე. ამას? საბოლოო ჯამში ხო ხო. ესე იგი ფოტოზე არის დიდი მაგას ამბობში. და მე ხო, რავი, გაზარდე ცოტა თუ გინდა. ისე რომ ისე აიტანს მაგალითად ვიწროვეს. ხო, აიტანს რა. მოდი ეგრე გააკეთე, რომ O-ს სიგანის იყოს. და T-ს რაც შეეხება, აი T ეხა ხო, ანუ ესე იგი M-ს ის თვალი შეგიძლია დააკვაპირო T-ს თვის და ცოტა შეავიწრო vo. ეგ რო გავაკეთოთ. და ნუ მე ეს ისინი რა ქვია. ანუ ახლა გავაკეთე მაგალითად. ხო. და ეს პრინციპში შეგიძლია არც შეკრა, რომ უფრო რაღაც სარედაქტიროთ. კარგი იყოს. თუმცა ერთი ცოტი. ხო, ეს. ხო, რაღაცა ის. და ხო, ეს დაბოლობებიც რო გავუკეთო, აი ის როგორც აქვს. მე მგონი ახლა ამას აქ თითქოს სქელი აქვს, ხო? თითქოს. შეიძლება ეგეც. ქვევით ჩამოდის, ნახე. ხო, ქვევით არის ჩამოსული. ანუ, დაჟე იმაზე ქვევით არის ჩამოსული, ვიდრე ეს. აი გაშერება. ხო და ეგ არ გვინდა. სხვა რავი, სხვა კაი, ანუ უბრალოდ ეხა თუ დაგვიდი, ის რომ სიგანეში შევამციროთ, ცოტა კვერცხის ფორმა მიიღო. ამიტომ შეიძლება რომ საჭირო გახდეს რომ ეს ცოტა ავწიოთ, ცოტა ეს ავწიოთ. ესენი ჩამოვწიოთ. და მე უკეთეს, ანუ უფრო დაემსგავსება ამ წრეს. თუმცა რაღაცა ამისი შტრიხის სისქე არის თითქოს სქელი და რატო ვერ ვიტები? ეს გვაქვს 30, ეს გვაქვს 52. ხო, ნუ ახაც ეგრე. აი ცოტა ეს შეიძლება მაშინ. კაი და O-ს რაც შეეხება, პრინციპში კაიად, აი ხო, აი აქ მე მგონი ჩამოსაწევი არის, აი ეს და ეს ოდნავ, აი ეს. და ეგ დამკვალდე. ესეც შეიძლება ოდნავ მაღლა. დამხმარე წერტილები არის Z მთავარ წერტილზე სავარაუდოდ, იმიტომ რომ აქ დამხმარე წერტილი არის, აქ არ ჩანს. აი, ესე. უი. იმას რო ვაკეთებ. არა ერთიანებს ეს. წინაზე ხო გაერთიანე რაღაც ლაინერს. რა გავაერთიანე? აი დამხმარე წერტილები მთავარ წერტილთან. იმას რო აჭერდები. ხო, მაგრამ ეგ არ გვინდა ეხა ჩვენ. ანუ თუ გვინდა გავაკეთოთ ეგ, მაგრამ ესე და ეს. მაგრამ არ იზავს. ანუ იმიტომ აქ საჭირო არის რომ დამხმარე წერტილი იყოს, ხომ თუ ვერ იქნება ეს. ნუ მაშინ ეს უნდა წაუშალო. ეგ წავშალოთ წერტილი გამო. ხო, ეს რო წაუშალოთ.
გასწორდება იქ, მაგრამ იქ ხო არ გვაწყობს. ანუ ეს ასაგები. მაინც იქით ის კარგი. აი ესე და გავაკეთოთ ისე რომ იმას დაიმტოს. ხო. ზედმეტი ის ამოც. ეხლა გულზე გადავხდით. ამერსო და გავზდი, იმიტომ რომ ის რა ქვია, მაინც ვერტიკალურებია და ჰორიზონტალურზე ნაკლები უნდა იყოს. ეს თუ არის 18, ეს 20. ხო, აი ხა კარგი. იქნება უფრო. როგორ? ეს წავშალო? ხო, რავი. ეს წავშალო? კარგი. ერთი წუთი ამას დავასეირებ, დავაქვათ 3. ხო. კაი, ხო, ნუ პრინციპში ესეც ცოტა გასასწორებელი იქნება, ეს შეიძლება ძალიან თხელდება ეხა აქ. შეიძლება არც, იმიტომ რომ აქაც რეალურად ეგრე არა. ხო. და მე გადავხედოთ იმ ფოტოს. ანუ ფაქტი ხო, ანუ ღს. ხო, აი ბუდ საინტერესო არის. იდან შეუძლია გაკეთდეს სხვა ფორმაა, მაგრამ იდან რა? იდან შეუძლია გაკეთდეს ხო? მაგრამ პატარა ბუს. ბუს აი მუს იმას აიღებს სავარაუდოდ. აი ეს ნახევარი. ხო, ეგრე გადავაკოპირე, სადაც მაგაზე გავაკეთე, მაგრამ აი ეს რაღაც სხვანაირი გამოდის. ხო, კიდევ ვიწრო. ხო, ან რეალურად ეს თვალი არის აღებული აქედან, უბრალოდ დავიწროებული სიგანეში. ხო. ხო. კარგი. და მე რავი, თუ გინდა ეს ბოლდი გავაკეთოთ. კარგი, ეგ არის. ლუკა, მოდი შენ იმასაც გადავხედოთ წინაზე რა იყო. ჩემთან იყო ეგრე. აქ რომ აქ ეგეც ბოლოა. არის, მე მგონი ბოლო. ხო, ანუ შენ გქონდა ეს 3 ისა, ხო? იგაკ, ლუკა.
დაოჯახები. მოგერ ჩვენ აიღე აი ისგან მარტივად გააკეთებ ოს. ეგ აქვს სადმე? არ გაქვს. ეს გააკეთებ მუსიკას. აი მე აი ვუსთვის დააკოპირებ ამ მანს, თავი გაქვს უკვე. ჰა? და ესა რა ქვია, აი ეს ნაწილი არის პრაქტიკულად აი ეს ნაწილი გამოიყენე მე ამ ნაწილისთვის. ჰა? რაზე ამო? ქს ეს თავი რა შვება, სიმართლე რა არ ვიცი. წეწედებულია. უბრალოდ ბეჭდისია, ბეჭდი კი არა. კაი, ხო, მოგეთ იმას ქენი რა, მიხედე შეც. კაი, ეგ არის მოკლედ. და იმის წინა ვიდეოებიც თუ არ გინახიათ, ეგენიც ნახეთ რა. ან წინაზე ძირითადად ვილაპარაკეთ იმაზე spacing-ზე და kerning-ზე. და font info-ზე რაღაცა ინფოები როგორ უნდა გაიწეროს იმაში, რა ქვია, სახელები, დიზაინერის რაღაცა იქით-აქეთ ეგენ. წინაზე იყო ძირითადად მანდაზი ლაპარაკი. და ნუ დღეს პრინციპში მთავარი თემა რაც ჰქონდა იყო ის დიაკრიტიკული ნიშნები, რომელიც პრინციპში შეგეძლიათ რომ ეგეც დაამატოთ, მერე ეს არის რა ქვია, ერთ-ერთი რაღაცა ფიჩერის დონეზე, რომელიც შეიძლება რაღაც საინტერესო იყოს. პრინციპში ეგეც. მთავრულზეც მაგ პრინციპით გამოდის. აი მთავრულზე არ არის ის მე რაც გაჩვენეთ რომ იმითი რა ქვია, აი ამიდან რა ქვია, glyphs და set, აი command u რასაც შვება. აქ მაგას მთავრულზე ვერ ვიზავთ. ამიტომ მთავრულზე უნდა გამოვიტანოთ და ხელით დავასვათ აქედან და დავაწეროთ top. და ეს დავადოთ. ანუ ხო ეგ დამაინტერესებს ციფრულ ზონა. ახტეს მე თუ ასოზე დავაყენო. არა, ზევითაო. ეგ არის. კაი, რამე ხო არ არის ესეთი რაც შეგვიძლია რომ კიდევ ვთქვათ. კაი, მოიცადე. ეს არის ეს, დავაკოპირეთ. არა, აი აქ. ჰა? აგერ არის, აი. აბა რა? კარგი, შევიდეთ ისე. Projects, GeoLab 2 და აქა? აი. აგერ. მანახე რაც. მოიცა აქ გამორთო ისა.